ინსაიდერი. მოგესალმებით, ეთერშია ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად ოთხშაბათს საინფორმაციო გამოშვების შემდგომ ვსაუბრობთ ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ტრადიციულად ვიდრე სტუმარს წარმოგიდგენდეთ, მანამდე გავაკეთოთ გარკვეული ტიპის მიმოხილვა თუ რა ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკაში, რა ძირითადი საკითხები გქონდა. რა თქმა უნდა, აუცილებლად ვისაუბრებთ ინვესტიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამოქვეყნდა ინვესტიციების პირველი კვარტლის მაჩვენებელი, თუმცა ამავდროულად დღეს გავრცელდა ინფორმაცია კვლავ მსოფლიო ბანკის შეფასებასთან დაკავშირებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 5.5%, მსოფლიო ბანკის შეფასებით, რაც 0.5% მაღალია გასული წლის შეფასებასთან დაკავშირებით, ანუ კიდევ ერთხელ მსოფლიო ბანკმა ამ შემთხვევაში გასულ წელთან შედარებით კვლავ მაღალი ზრდა აჩვენა, სხვა შორის მსოფლიო ბანკის პროგნოზი ამ შემთხვევაში განსხვავდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზისგან, მაგრამ განსხვავება არის, ასე ვთქვათ, მაღალი ციფრების რაოდენობაში, ანუ რომელი უფრო მეტად აფასებს, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით და აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა მისიის ხელმძღვანელმა, საქართველოს ექნება 7.2%-იანი ეკონომიკური ზრდა. ანუ 7.2%-ის გადახედვა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააკეთა უკვე აპრილის შემდგომ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას. ანუ ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ ამ ვითარებას, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში საქართველოში ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა და რა თქმა უნდა, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ხედავს ვითარებას საქართველოში, აფასებს მას როგორც სტაბილურს და ბუნებრივია თვლის, რომ ამ ქვეყანაში იქნება მაღალი ეკონომიკური და გამომდინარე იქიდან, რომ მთელი რიგი პარამეტრები არის პოზიტიური. რამოდენიმე მიგნება, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა გააჟღერა, ერთ-ერთი იყო შეეხებოდა ქვეყნის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკას, სადაც საუბარი შეეხებოდა, რომ საბიუჯეტო მონაცემები არის ძალიან ძლიერი, დეფიციტი არის დაბალ მაჩვენებელზე. ვალს რაც შეეხება სახელმწიფო ვალს არის ზომიერ დიაპაზონში, რაც არის ფლეშთა პროდუქტის 36% და ითვლება, რომ ეს არის ნორმალური მაჩვენებელი ამ შემთხვევაში. საუბარი შეეხებოდა ძლიერ ბუფერებზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების შესყიდვას და რეზერვების მაჩვენებლის ზრდას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს შეუძლია, ვციტირებ, ნებისმიერ გარე კრიზისი დაძლიოს. ანუ კიდევ ერთხელ ყველა აღიარებს ჩვენს გარშემო მიმდინარე, ანუ ეს გასაგებიც არის, მიმდინარე რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ყოველთვის საქართველოს ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს ღია ეკონომიკა და ეს ლოგიკურია, მაგრამ ბუნებრივია ამ კრიზისების გამკლავებას ქვეყანა ახერხებდა წარმატებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და კვლავ არის შეფასება, რომ ამ კრიზისების დაძლევის რეალური შესაძლებლობა აქვს ქვეყანას მისი იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც შეფასებული იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან. რაც ცალსახად კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, ყველა ინვესტორისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში აპირებს ინვესტირებას ან რეინვესტირებას და არ ვახსენე სიტყვა შემთხვევით რეინვესტირება, გამოქვეყნდა ინვესტიციების მაჩვენებელი, ბუნებრივია ყოველთვის ყველაფერი ტოვებს უკეთესის დაბეჭდილებას, ისევე როგორც ველოდებით მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და როგორც წესი ამ კუთხით წლის მეორე კვარტალი და ზოგადად მეორე ნახევარი ითვლება კიდევ უფრო აქტიურ ფაზად, ამავდროულად საქართველოში დაანონსდა რამოდენიმე საინტერესო ინვესტიცია, მათ შორის კიდევ ერთხელ გამოვყოფ ემარის ინვესტიციის მოლოდინს ამ შემთხვევაში და ემარის ინვესტიციის დაანონსებას, თუმცა საინტერესო ვითარება გვაქვს ამ პერიოდშიც და იმ დარგებშიც, სადაც ჩვენ ვხედავთ ინვესტიციების მაჩვენებელს, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს გააქტიურებული ნაწილი ინფრასტრუქტურის მმართველობით და სულ რამოდენიმე დღის წინ ზუსტად ერთი კვირის წინ თბილისის შალი პორტის პირველი ფაზის გახსნის ცერემონიას ვესწრებოდით, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი
ნაწილია, ვინაიდან არის სოლიდური ინვესტორის შემოსული ამ ნაწილშიც და კიდევ ერთხელ როდესაც ვსაუბრობ ჩვენ სოლიდური ინვესტორის შემოსვლაზე, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფინანსური რესურსების ნაწილზე, აქ არის ბუნებრივად ცოდნაზე, გამოცდილებაზე, რომელიც ინვესტორს შემოაქვს და პორტების ნაწილში ეს ნამდვილად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხოლო რაც შეეხება კიდევ ერთხელ მიმდინარე ტენდენციებს ინვესტიციებთან დაკავშირებით, უამრავი სპეკულაცია ყოველთვის არსებობს ხოლმე თუ ვინ არიან ამ ქვეყანაში ინვესტორები, რომელი ქვეყნები არიან ინვესტორები, აი ეს ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად რუსეთს გაიძახიან ხოლმე ყველაზე უფრო აქტიურად, როგორც რაღაც შესაშინებელ საშუალებად და სინამდვილეში შენ გომირკვევა რომ თო ყველაზე უფრო მეტი მაქვს ამ ქვეყანასთან, ეხლა ვნახოთ ვინ არიან ინვესტორები. სინამდვილეში ქვეყანაში 2025 წლის პირველი კვარტლის მიხედვით ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ რომ ტოპ 3 არის ევროკავშირი, წარმოადგენენ უფრო მეტად ჩეხეთის სახით ამ შემთხვევაში, რომელიც ყველაზე მსხვილი ინვესტორია, შეერთებული შტატები და თურქეთი. ხუთეულშიც კი არ არის ამ შემთხვევაში რუსეთი, წარმოადგენენ და შენ გომ არის ვირჯინის კუნძულები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი აზერბაიჯანი. ანუ ხედავთ რომ ამ შემთხვევაში რუსული ფობიების ადგილი სტატისტიკურ ნაწილშიც არ არის, მაგრამ ნუ როგორც წესი, ახლა ამაზე არავინ არის საუბრებს, ბუნებრივია, რატომ უსაუხას განსაკუთრებით ამ ნაწილს, იმიტომ რომ მუდმივად იყო სპეკულაცია, რომ თურმე ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო რაღაც რუსული ფაქტორით, რუსეთის მხრიდან თუ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან შესყიდვებით, ასე შემდეგ სხვა შესყიდვებით, თუ გადმორიცხვებით თუ ასე. რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ამ ნაწილს და რუსეთის-უკრაინის შეჭრის შემდგომ ამას ჰქონდა გარკვეული ტიპის ეფექტი, ამას აღნიშნავდა ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ამას აღნიშნავდა საქართველოს, მაგრამ დღეს ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მათ შორის ხშირად ვიხსენებ EBRD-ის მიმდინარე წლის თებერვლის ანგარიშს, აღნიშნულია, რომ ეს ფაქტორი არის ამოწურული და საქართველოს ეკონომიკა კვლავ განაგრძობს ზრდას და განაგრძობს ზრდას ორნიშნა მაჩვენებელთან ახლოს და ეს არის მიზანი, რომელიც შენარჩუნებული იყოს ამ შემთხვევაში და როცა ჩვენ ამ ნაწილზე ვლაპარაკობთ, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება მდგრადად. საქართველოს ეკონომიკის განვითარება ნიშნავს იმას, რომ ის არ არის დამოკიდებული არც ერთ რომელიმე ქვეყანაზე და არ არის დამოკიდებული არც ერთ რომელიმე დარგზე და შეგვიძლია შევხვდეთ ასევე დარგებს, რომელიც გვაქვს და რომელიც არის საინტერესო, რომელიც იყო უпростоრად ინვესტორებისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, სადაც განხორციელდა ინვესტიციების 95% ინვესტიციების განხორციელდა 4 ძირითად მიმართულებით. პირველი არის ენერგეტიკა, ну დაახლოებით ეს არის 39%-ზე მეტია ენერგეტიკაში ინვესტიციები და მოგეხსენებათ ენერგეტიკა არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მიმზიდველი და საინვესტიციო მიმართულება, მათ შორის როდესაც ჩვენ საუბრობთ ჰიდრორესურსების ათვისების კუთხით, ამ კუთხით ცხადია, რომ ენერგოსექტორს აქვს ვიტყოდით ასე პოზიტიური ნიშნი, ჭარბი პოტენციალი იმისთვის, რომ მიიღოს მეტი ინვესტიცია, ისე როგორც ინვესტირება ბუნებრივია ამ ნაწილში, მათ შორის არის და რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ამის შესახებ ვისაუბრებთ ძალიან აქტიურად. დღეს ეს არის ინფორმაცია და კომუნიკაციები, IT მიმართულება ზოგადად, რომელიც საქართველოში ალბათ ყველაზე უფრო მზარდი ნაწილია ბოლო პერიოდის ტენდენციას თუ შევხედავთ, აქ ბევრი ფაქტორია, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა არ ჩერდება მიღწეულ ნაწილზე IT-ის განვითარების მიმართულებით და გვაქვს ახალი ინიციატივები, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ, დავამუშავებელი მრეწველობა და მშენებლობა მეოთხე მნიშვნელოვანი სექტორი და ვხედავთ მშენებლობის ნაწილში ჩვენ ასევე არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს გვაქვს და ამავდროულად აუცილებელი აღინიშნოს, რომ მშენებლობის მიმართულებით კიდევ ერთხელ ჩემს მიერ ნახსენები ემა არის ალბათ სრულიად სხვა სიტყვის და სრულიად სხვა მესიჯი იქნება ასევე დანარჩენი ინვესტორებისთვის და რეინვესტირება აღვნიშნე 83%-ზე მეტი, თითქმის 84%-ამდეა საქართველოში რეინვესტირების მაჩვენებელი, აი ამ FDI პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ნაწილში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამდენად მაღალია ნდობა არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორების, არამედ ინვესტორებს, რომელთაც ქვეყანაში არიან შემოსვლები, დიახ, უცხოელი ინვესტორები და ისინი კვლავ აპირებენ რეინვესტირებას, კვლავ აფართოვებენ საკუთარ საქმიანობას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს სტაბილურ ბიზნეს გარემოზე და რაც შეეხება კიდევ ერთხელ ჩვენი დღევანდელი განხილვის თემას, სწორედ აქ ტოპ 4-ში არის წარმოდგენილი IT სექტორი და დღეს ჩვენ საუბრობთ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების აგენტოს ხელმძღვანელთან ბატონ ავთალ კასრაძესთან. ბატონ ავთო, მოგესალმებით. მადლობა რადიო სიუცეში, ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის და პირველი და ცხელი საკითხი, რასაც გუშინაც უყურებდით პარლამენტში, დღესაც უყურებთ, ეგრეთ წოდებული IT რეზიდენსის თემა უცხოელებისთვის, IT სფეროში დასაქმებული უცხოელებისთვის ბინადრობის სპეციალური ნებართვა.
რას გულისხმობს ცოტა ვცლად რომ გითხრათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა გახდა სპეკულაციების საგანი რომ ეხლა რაღაც შემოვა მორიგი ტალღა და იქნება რაღაც საოცრება. ვიცით რომ აქ არის რაღაც ძალიან კონკრეტული ჩარჩო, ძალიან კონკრეტული შემზღუდავი ფაქტორებიც და ძალიან გაზომვადი თუ ვის ეკუთვნის შემოსვლა და რატო. თუ შეიძლება რომ ვცლად გითხრათ ამ საკითხს. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის ესეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვა თქვენს ეთერში. რაც შეეხება ასე ვთქვათ ბინადრობის ნებართვა, სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც შემუშავდა IT მიმართულების სპეციალისტებისთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, ეს არის ჩვენი აზრით აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ ეს IT ინდუსტრია, რომელიც თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ ძალიან დიდი ტემპით იზრდებოდა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად ნულიდან 2020 წელს ფაქტობრივად ჩვენს მთლიან შინაგან პროდუქტში 0% იყო ფაქტობრივად, იმდენად მცირე იყო IT ექსპორტის წილი, დღეს უკვე 2 მილიარდს გადააჭარბა 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ეს არის რა თქმა უნდა ექსპონენციალური ზრდა და ვფიქრობთ, რომ კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ჩვენ ქვეყანას. თქვენ ახსენეთ სპეკულაციები, რომ ახალი ტალღა შემოვა და საქართველოში, იმედია, ასე ვთქვათ, მოხდება, ასრულდება ეგ სპეკულაცია და ძალიან დიდ ტალღას მივიღებთ, იმიტომ რომ რატო არის ეს მნიშვნელოვანი და ზოგადად რატო ვაკეთებთ. პირველ რიგში ეს ეხება მაღალანაზღაურებად სამუშაოებს. პირდაპირ კანონში არის განსაზღვრული, რომ $25,000-ზე მეტი წლიური შემოსავალი ხელფასის მქონე ადამიანს ეხება ეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, იცხოვროს საქართველოში და იყოს დასაქმებული საქართველოში. მოგეხსენება ჩვენ 150-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია შემოვიყვანეთ საქართველოში, სწორედ იმ საგადასახადო რეფორმით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ მათ და ისინი 10,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ. მათ აქვს პოტენციალი კიდევ უფრო ბევრი დაასაქმოს. აქ რა თქმა უნდა განსაკუთრებული აქცენტი ასევე საქართველოს მოქალაქეების გადამზადებაზეც მიდის, რომ მათი მუშაონ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში აქ არის საუბარი, რომ უნდა იყოს კარგი შესაძლებლობა, რომ უცხოელი ძლიერი კადრი ჩამოვიდეს, ეს ასევე უზრუნველყოფს ჩვენი კადრების უკეთ გადამზადებას, ცოდნის შემოტანას, გამოცდილების შემოტანას და მისი გაზიარებას ჩვენთვის და უფრო დიდ და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას. ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ, რატო გვინდა რომ ესენი აქ იყვნენ, ხო? ერთი არის ის, რომ რაც უფრო მეტი იქნება დასაქმებული, შესაბამისად საშემოსავლო უფრო მეტი გადაიხდის ბიუჯეტის შევისება, მაგრამ აქ მთავარი აქცენტი გაკეთებული, რომ ეს ადამიანები საქართველოში უნდა ცხოვრობდნენ. რაც ნიშნავს, რომ ბინას ხირაობს საქართველოში, საქართველოში მოგზაურობს, რაც ტურიზმისთვის მნიშვნელოვანია, აქ შედის რესტორანში, აქ იკვებება და ძალიან დიდ ფულს ხარჯავს აქ. სტატისტიკურად არის ესე, რომ დაახლოებით 40-45% შემოსავლის იხარჯება საქართველოში. და ეს უკვე ძალიან დიდ ციფრზე გადის, რაც ჩვენ მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და ძალიან დიდი ეფექტი არის. ერთი არის, რომ მაგალითად შარშან გასულ წელს $1 მეტი გაიცა ხელფასებით საერთაშორისო მარტო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან. იმის 5% შევიდა ბიუჯეტში, მაგრამ 45% მთლიან ეკონომიკაში წავიდა. იმიტომ რომ დაიხარჯა ბინის ხირაობაში, მანქანის ყიდვაში, სხვადასხვა რაღაცეებში, ანუ თავიანთი ოჯახის წევრების სკოლაში სიარულით, სხვადასხვა რაღაცებით შესაბამისად, ეს ჩვენთვის არის ძალიან კარგი. თან აქ კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ მაღალანაზღაურებად მუშახელის შემოსვლას პროფესიონალი კადრების, რაც ჩვენი IT ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამით ჩვენ ქართველი IT სამუშაო ძალა კიდევ უფრო სწავლობს, ვითარდება საერთაშორისო პროექტებზე მუშაობს და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან დიდი ეფექტი აქვს ამას. ასევე უნდა განვიხილოთ, რომ საერთაშორისო კონკურენცია მიდის ამაზე. სპეკულაცია რომ ტალღა შემოვიდესო, ნეტა ეს ახდეს, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს, ყველა ქვეყანა აბსოლუტურად, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია სპეციალური ბინადრობის ნებართვა აქვს მხოლოდ IT სპეციალისტებისთვის. იმიტომ რომ ყველას ესმის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კადრი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და უნდა რომ ტოპ ტალანტები ყველამ თავისკენ მიიზიდოს. ჩვენ მართლაც უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრს უყვარს საცხოვრებლად. ბევრი სხვა, ასე ვთქვათ, პირობების გათვალისწინებით, მათ შორის ამინდის გათვალისწინებით, მათ შორის მშვენიერი ზღვა გვაქვს, მთები, ეს ყველაფერი
საჭმელი, ქართული ღვინო, ყველაფერი ეს უზრუნველყოფს, რომ საქართველოს არის ერთ-ერთი მიმზიდველი საცხოვრებლად და ამას თუ დაუმატებ საუკეთესო პირობებს სამუშაოსთვის, ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება და კიდევ უფრო მდგრადი იქნება და ამ მიმართულებით ვფიქრობ, გვაქვს პოტენციალი. თან ეს არ ეხება მხოლოდ საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს, ეს ეხება ეგრეთ წოდებულ ფრილანსერებს, რო აუხსნათ საზოგადოებას ფრილანსერები, ესენი არიან თავისუფლად დასაქმებული, ანუ ერთ რომელიმე კომპანიაში კი არ მუშაობენ, არამედ თავისუფლები არიან და რამდენიმე კომპანიას კონკრეტულ შეკვეთებს იღებენ და ესე მუშაობს. არის ეგრეთ წოდებული digital nomad ქვია ამ ადამიანებს, რომლებიც ირჩევენ მათ უნდათ მხოლოდ ინტერნეტი, კომპიუტერი. ირჩევენ თვითონ სად უნდათ ახლა იცხოვრონ. 2-3 წელი სად გაატარონ შემდეგი, მათ შორის ის ქვეყანა მოინახულონ, იცხოვრონ, განვითარდნენ და შემოსავალი მიიღონ. აი ესეთი ადამიანების რიცხვის მნიშვნელოვანს დასასვენებლებით ჩვენ ბონო მონაცემებით დაახლოებით 25000 ადამიანია დარეგისტრირებული როგორც მარტო ფრილანსერი, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში და ვფიქრობ, რომ ეს ციფრი საერთოდ თავისუფლად შეიძლება 50000 და რამდენიმე წელიწადში 100000-ს გაიზარდეს. ძალიან დიდი შემოსავლის გაჩენას ნიშნავს ქართულ ეკონომიკაში. ამიტომ მართლა ძალიან დიდი არის პოტენციალი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს სამუშაო ძალა ქვეყანაში მოვიზიდოთ, რაც თითოეული ეფექტი კიდევ ერთხელ მთავრობა ყველაზე ნაკლებ ეფექტს იღებს, იმიტომ რომ ბიუჯეტში გადასახდელი არის ძალიან პატარა პროცენტი მათთვის. მაგალითად, საერთაშორისო კომპანიაში 5%-ია და ფრილანსერების შემთხვევაში საერთოდ 1%-ია. შესაბამისად, მთელი ეს დანახარჯები მიდის ქართულ მოსახლეობაში. კი ბატონო, შეიძლება ასე ითქვას, რომ სახელმწიფო პირიქით თანადაფინანსებას, ირიბ თანადაფინანსებას უკეთებს ამ ადამიანებს, ამ კომპანიებს, იმიტომ რომ საკუთარ მოქალაქეებში წავიდეს შემდგომ დანარჩენი პროგრამეთი თანხა. ჩვენს ეკონომიკაში დაიხარჯოს ფული. აქ ძალიან საინტერესო დეტალია მათ შორის თქვენ მთელი რიგი ფაქტორები ჩამორთვალეთ და ასე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის როცა საქართველოს ირჩევენ, თქვათ, საცხოვრებლად, ჩვენ ვისთანაც გქონდა მათ შორის კომუნიკაცია, ბევრ შემთხვევაში ფაქტორი არის სწორედ ის, რომ შედარებით იაფია ცხოვრება აქ ამ ქვეყანაში და რაც თავარი უსაფრთხოება არის ძალიან მაღალ დონეზე, გამომდინარე მთელი არსებული სტატისტიკით, რომელიც გვაქვს მათ შორის უყურებთ და ხშირად უყურებენ ხოლმე მათ შორის ნუმბეო სტატისტიკას, მათ შორის თბილისი ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი ამ კუთხით, არა მხოლოდ თბილისი, საქართველოს სხვა ქალაქებს. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ სხვა ქალაქები უფრო თბილისი დიდი არის და კიდე გასაკვირია. აი სხვათა შორის აქ საინტერესო თემაა, რომ ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ ამ პირველი ტალღის განვითარებაზე, ამ პირველი ტალღის განვითარებას ჰქონდა კონკრეტული ესე შემთხვევით ეს არ მოხდა. ჩვენ ახლა რეალურად ვსაუბრობთ, რომ მთავრობა არ გაჩერდა მიღწეულ წარმატებას და ახლა გადაწყვიტა, რომ კიდევ უფრო მეტი შეიძლება აქ და შეუძლია მთავრობამ დაიჯერა სწორად, რომ შეუძლია გაუშვიდა ჯანსაღი ამის, რომ შევიდეს კონკურენციაში იტალიასთან თუ პორტუგალიასთან, ესპანეთთან თუ ასე შემდეგ, ყველასთან შევიდეს კონკურენციაში. იმიტომ რომ პირველი ეტაპი მოხდა და პირველი ეტაპი ეს იყო ის საგასახადო შეღავათები, რომელიც ვთახეთ. მათ შორის ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ ინოვაციურ სტარტაპებზე აუცილებლად საკმაოდ კარგად იყო აპრობირებული საგასახადო შეღავათების სწორად გამოყენების თემა, რაც თქვენ ახლა ვცლად ახსენეთ. ახლაც გვაქვს შემდეგი ნაწილი ინოვაციურ სტარტაპებთან დაკავშირებით, აი აქ რა მიდგომა გვაქვს ზუსტად და აქ რა ეფექტს ველოდებით. კი ბატონო. ინოვაციურ სტარტაპებთან მიმართებაში მოგეხსენება წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი და მსხვილი ინვესტიციები განახორციელა, როგორც ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში შესაქმნელად, ასევე პირდაპირ ინვესტიციები თითოეულ სტარტაპთან მიმართებაში. ეხლა ჩვენ უკვე გადავედით განვითარების იმ ეტაპზე, რომ ქართული სტარტაპები ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ძალა არის გლობალური მასშტაბით, ზოგი ამ რეგიონის მასშტაბით, ცოტა უფრო გლობალური მასშტაბით, მაგრამ სწორედ ესე ვითარდება ყველა ეკოსისტემა და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ეს პროცესი, კიდევ უფრო მეტი ადამიანური კაპიტალი მივიზიდოთ ინოვაციური სტარტაპების მიმართულებით, უპრეცედენტო საგადასახადო რეფორმა. რეფორმა ზოგადად უფრო მეტია ვიდრე საგადასახადო მიმართულება, იმიტომ რომ განისაზღვრა სტატუსი ინოვაციური სტარტაპის, რაც ცალკე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ამ სტარტაპებს ძალიან ბევრ სხვადასხვა პროგრამაში გაყვება, მათ შორის კერძო სექტორთან ურთიერთობაში, მაგრამ მეორე მიმართულება ეს არის საგადასახადო მიმართულება, რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ, ეფექტის მომცემი იქნება ინოვაციური სტარტაპისთვის. გუშინ იყო ზუსტად, რომ პლენარულ მასწავლებელმა უკვე მეორე მოსმენით დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ აბსოლუტურად მთელი შინაარსი უკვე შეთანხმებული არის, დარჩა მხოლოდ მესამე მოსმენა, რომელიც ამავე საშემოდგომო სესიაზე და ბოდიში საგაზაფხულო სესიაზევე დამტკიცდება.
და მესამე მოსმენაში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები შედის. ანუ შინაარსზე უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა 100%-ით გაიზიარა საქართველოს პარლამენტმა და შესაბამისად ის შინაარსი დამტკიცებული იქნება, რაზეც ვსაუბრობდით. გულისხმობთ იმას, რომ პირველი 3 წელი ნებისმიერ ქართულ ინოვაციურ სტარტაპს ექნება 0%-იანი საშემოსავლო საგადასახადო რეჟიმი. ანუ მის მიერ მათ კომპანიებში დასაქმებულ თანამშრომლებში 20%-ის მაგივრად გადაიხდის 0%-ს. მათი მთავარი ხარჯი არის სწორედ საშემოსავლო გადასახადი ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, როდესაც ისინი ინვესტიციით მიღებულ ფულს ხარჯავენ პროდუქტის შექმნაში, განვითარებაში, საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის და შესაბამისად ეს არის ყველაზე მთავარი მხარდაჭერა. ანუ საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ ერთია, რომ წლების განმავლობაში გაფინანსებდით ინოვაციურ სტარტაპებს. მეორე, ვაგრძელებთ ამ დაფინანსებას და მაგალითად 150,000 ლარიანი დაფინანსების მაგივრად 200,000 ლარამდე გავსარდეთ დაფინანსება და კიდევ 4 საერთაშორისო აქსელერატორი ჩამოგვყავს ჩვენ ქვეყანაში, რომ ასწავლონ და სწორად გაიყვანონ საერთაშორისო ბაზარზე. და მასთან ერთად ვამბობთ, რომ ამდენ ფულს ხარჯავთ თქვენზე და კიდე პირველი 3 წელი საერთოდ უარს ვამბობთ, რომ უკან ჩვენს ბიუჯეტში ფული წამოვიღოთ. ეს არის სწორედ ის ძალიან კარგი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ქართულ სტარტაპებს შეიძლება ჰქონდეთ და აი ბინადრობის ნებართვაზე, როდის საუბრობდით, რომ IT კომპანიებში ჩამოვიდნენ, მათ შორის ამის ლოგიკური გაგრძელება არის სტარტაპებშიც, იმიტომ რომ ჩვენ ამ საგადასახადო რეფორმის შედეგად ველოდებით ასევე ინტერესს განსაკუთრებით ჩვენი რეგიონების ქვეყნებიდან, აზერბაიჯანის, სომხეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ვფიქრობ, რომ საქართველოს გახდება ერთ-ერთი ტოპ ესე ვთქვათ, დანიშნულება რომ აქ გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესი, აქ შექმნან სამუშაო ადგილები და აქედან განვითარდნენ იმდენად კარგი საგადასახადო რეჟიმი არის და მათ შორის არა მარტო საგადასახადო, არამედ აქსელერატორები, ამდენი აქსელერატორები არც ერთ ქვეყანას არ აქვს, ასევე ვენჩურული ფონდი, რომელიც საქართველოსია და კიდე რამდენიმე შეიქმნება ამის შემდეგ და აი ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ მართლა საქართველოს ხდება ინოვაციების მიმართულებით ჰაბი, როგორც IT მიმართულებით, ზოგადად ისე სტარტაპების მიმართულებით. აქ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ეს ადამიანები და ეს მიზნობრივი ჯგუფი, ვიზეთ ჩვენ ვსაუბრობთ, არის საკმაოდ კარგად ინფორმირებული ერთის მხრივ, ძალიან სწრაფად იღებს ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება, ანუ სწრაფად ამომღებია ინფორმაცია, შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ მათთვისაც ეს სიახლე საგადასახადო ნაწილში, ანუ არ იქნება ესეთი ხანგრძლივი კვლევისთვის საჭირო, ეს იქნება მყისიერად მიღებული ინფორმაცია, რაც ალბათ სწრაფად უბიძგებთ, რომ შეიძლება ლოკაცია შეიცვალონ, თქვა. განსაკუთრებით პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მათთვის ხარჯები იმდენად პრობლემატურია. უკვე როდესაც გადადის ანუ სერია A და B ინვესტიციაზე 10 მილიონ დოლარიანზე და 50 მილიონ დოლარიან ინვესტიციაზე, ამ დროს უკვე აქვთ ფუფუნება, რომ იფიქრონ, რომ რა ვიცი, ფილიალი თუნდაც გახსნან სან-ფრანცისკოში, მაგრამ მანამდე, როდესაც ინვესტიციები არ არის დიდი, ყველა სტარტაპი მოწადინებულია სად უფრო მეტად დაეზოგება ფული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავრობის ინტერესი არ არის ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები, არამედ ჩვენს ეკონომიკაში იყოს ფული და სწორედ აი ამიტომ გვაქვს ეს მიდგომა, რომ რაც შეიძლება მეტი ფული იყოს ქართულ ხალხში დარჩეს და ეს სწორედ იმ ეკონომიკურ ეფექტს ქმნის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და თქვენ შესაძლოა აღნიშნეთ, რომ ორნიშნად ციფრთან ახლოს ეკონომიკურ სუდას მინარჩუნებთ კიდევ ეს არის მართლა წარმოუდგენელი შედეგი ამ გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით და ამ ახალი რეფორმების შედეგად ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა მარტო მიუახლოვდეთ უნდა ორნიშნად ციფრს, არამედ გადავწდეთ, იმიტომ რომ ჩვენ გადავწდეთ ორნიშნად ციფრს 10%-ს გულისხმობთ და არა 100%-ამდე ასვლა სამნიშნაზე არ ვამბობთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ 10%-ის გადაცდომა სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ინოვაციებზე დაფუძნებული, ზოგადად ამ ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ჩვენაერ ქვეყანას შეუძლია, რომ ანუ ამ მიმართულებით ძალიან კარგი ნაბიჯები გადადგას. კი ბატონო, აბსოლუტურად სხვა ჩვენს როცა ორნიშნას ერთგულებს საუბრობთ ხოლმე, ეს არის რეალისტური ორნიშნა მაჩვენებელი და ორნიშნა მაჩვენებელი შეიძლება 19% იყოს პირობითად ვამბობ და ანუ მეტის მეორე მხრივ, ნუ არსებობს ეკონომიკაში ცნობილი თეორია, ეგრეთ წოდებული ეკონომიკის გადახურების თეორია, უნდა ვიპოვოთ აქ ოპტიმალურ, რამდენი შეგვიძლია მოვემსახუროთ, ასე ვთქვათ, რამდენი შეგვიძლია მოვემსახუროთ. თეორიაში, როდესაც გვიხარია პირობითად ჩვენ 7-8 მილიონი ტურისტი, ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ 80 მილიონი ტურისტი ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ამისი. ხო, ამისი მოსაყვა რაღაც რეალისტურ ფარგლებში და ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ოპტიმისტური ვერსია გვაქვს.
ნაპოლი. აი, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს შეღავათებზე, ჯამში, როდესაც ვსაუბრობთ აი ჩვენი მხრიდან ხელშეწყობაზე, ასე ვთქვათ, მოზიდვაზე, აი, თლიანობაში რამდენად ინტეგრირებულები ვართ იგივე ამ მიმართულებთან, ტექნოლოგიურ განვითარების მიმართულებით დანარჩენ სოფლიოსთან, ხო? თუ არის ხოლმე შედარება, რომ ვთქვათ, საგანსახადო რეჟიმი ასეთი გვაქვს. აი, ამ კუთხით როგორ ვართ, სად ვართ და რამდენად აქტიურია ჩვენი კომუნიკაცია, მათ შორის ბოლო პერიოდის თქვენი ვიზიტები იყო ბაჭუր ბერლინში, რომელიც საკმაოდ საინტერესო თემა იყო. კი ბატონო, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წარმოდგენილი ვიყოთ ყველა მნიშვნელოვან სტარტაპ ინოვაციურ ღონისძიებაზე, იმიტომ რომ საქართველოს მივიდა განვითარების იმ ეტაპზე ინოვაციური ეკოსისტემა, რომ სათქმელი, საჩვენებელი, სალაპარაკო უკვე გვაქვს ბევრი. ხო, ანუ ჩვენ უკვე შეგვიძლია ძალიან კარგად წარმოვადგინოთ, რომ საქართველოს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დედამიწის ამ კუთხეში ინოვაციური და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით. ჩვენ გვყავს უკვე საერთაშორისო აქსელერატორ 500, რომელიც არის გლობალური. აქ არის წარმოდგენილი ვენჩურული ფონდი საქართველოში, ფონდები უკვე წარმოდგენილი. შესაბამისად, ბევრი მიმართულებით ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი გვაქვს. გარდა ამისა, საგადასახადო მიმართულებით. ზოგადად, ყველაზე კარგი ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი რეიტინგები არსებობს გლობალური მასშტაბით. ყველაზე კარგი არის ეს გლობალური ინოვაციების ინდექსი. კარგი გულისხმობ ყველაზე რთული ასევე რა. ჩვენ ამ მიმართულებით უახლოვდებით ტოპ 50 ქვეყანას, ჯერ მან და არ ვართ, მაგრამ საგრძნობლად ვუსწრებთ ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანას, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ასე შემდეგ. და ჩვენ კიდე უფრო გეზი გვაქვს, რომ კიდე უფრო სწრაფად განვითარდეს. გლობალურ ინოვაციურ ინდექსში დაწინაურება ყველა სხვა რეიტინგზე მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში თუ მან წინ ხარ, ნიშნავს, რომ შენი ეკონომიკას ტრანსფორმაცია უკვე მოხდა და შენ ხარ ინოვაციური ეკოსისტემა, შენი ასე ვთქვათ, ეკონომიკა მხოლოდ ადამიანურ კაპიტალზე არის დამოკიდებული, ცონასა და ინოვაციებზე განვითარებული ეკონომიკა, როდესაც ვსაუბრობთ, სწორედ აი ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანურ კაპიტალზე დაფუძნებული, მეცნიერებაზე დაფუძნებული, ახალ გამოგონებებზე დაფუძნებული და ინოვაციებზე დაფუძნებული და აი ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის. იმიტომ რომ თქვენ რაც აღნიშნეთ საგადასახადო მიმართულება, ჩვენ მხოლოდ სტარტაპების მიმართულებით არ გავაკეთეთ ეს საგადასახადო შეღავათები, ჩვენ ვთქვით რომ ინოვაციები გვინდა ეკონომიკის ყველა სექტორში. მიუხედავად იმისა, შენ ხარ ტრადიციული ბიზნესი, ჩვენ განსაკუთრებით წავახალისებთ აი ამ საგადასახადო რეფორმით ტრადიციულ მცირე და საშუალო მეწარმეს. თუ ისინი დახარჯავენ R&D რაც არის კვლევებისა და განვითარება R&D ხარჯები, თუ ისინი დახარჯავენ რამდენ ერთ ლარსაც რო დახარჯავენ, სამაგი ოდენებით შეუძლიათ უკვე გამოიქვithონ ასე ვთქვათ საგადასახადო დასაბეგრი ზონიდან. პირდაპირ უდიდესი სტიმულია კვლევებში. წავახალისოთ, რომ ქართულმა კომპანიებმა ჩვენ ვეუბნებით, რომ სექტორს საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. შენ სოფლის მეურნეობის სექტორში ხარ, გადამამუშავებელ სექტორში ხარ, თუ რა სექტორში ხარ, მნიშვნელობა არ აქვს. თუ არ იფიქრე ინოვაციებზე, ახალი პროდუქტის შექმნაზე, კვლევები, რომელიც ახალ პროდუქტს, სერვისს, მომსახურებას შეგიქმნის, უბრალოდ კონკურენტუნარობას დაკარგავ. შენ თუ იგივეს აკეთებ ახლა, რაც 30 წლის წინ აკეთებდი, უბრალოდ შეუძლებელია, რომ შენ კიდე კონკურენტუნარი იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი ვითარდება. მუყაოს ყუთების წარმოებაც კი ვითარდება, ფორმა, დიზაინი, ყველაფერი, აი, მაგიტო ვამბობ რა, მუყაოს ყუთი რატო ყველაზე არატექნოლოგიური, ხო? ანუ მარტი, აი, ეს კომპანიაც რო ხარ, თუ იგივე ყუთებს უსვებს, რაც 30 წელს იქ წონის შემცირება, იქ მისი რა ქვია, ამტანობის გაზრდა, ყველაფერზე მუშაობს აბსოლუტურად მთელი მსოფლიო და ამას ვეუბნებით, რომ შენ რო კონკურენტული იყო, უნდა იყო ინოვაციებზე ორიენტირებული. დაახარჯავ ინოვაციების შექმნაზე ფულს, სამაგოდენობას ჩაითვლი დასაბეგრი ზონიდან. ბევრი მიმართულებით კიდე ასევე ცალკე გამოვყავით ეგრეთ წოდებული R&D კომპანიები, რომ მომსახურე კომპანიები გაჩნდეს ამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ვეუბნებით, რომ ამ R&D კომპანიების დაიბეგრებიან ზუსტად ისეთივე საგადასახადო რეჟიმით, როგორც საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, 5% საშემოსავლო, 5% მოგების გადასახადით. ანუ ჩვენი ამოცანა არის, რომ არა მარტო სტარტაპები იყვნენ ცალკე, არამედ ინოვაცია შევიდეს ეკონომიკის ყველა სექტორში. ამ შემთხვევაში ყველა ჩვენი სექტორი უფრო გაჯანსაღდება, უფრო სწრაფად განვითარდება, კონკურენტუნარია
საერთაშორისოობა უფრო მეტი ექნება, ეს იქნება ენერგეტიკა, ეს იქნება ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, მნიშვნელობა არა. ყველა სფეროში მთავრობამ თქვა, რომ ჩვენი ამოცანაა, რომ ინოვაციები განვითარდეს და სწორედ აი ამ სექტორების განვითარება ინოვაციებზე გადის. კი ბატონო, აბსოლუტურად და აუცილებლად მინდა გკითხოთ აი საერთაშორისო პარტნიორობის ნაწილზე საუბრობთ ზოგადად, მაგ ნაწილში GTEx Europe-ის ნაწილიც რა იყო აქ მნიშვნელოვანი ზოგადად ხშირად არის ხოლმე აი რა შედეგები მოდის სხვადასხვა კონფერენციებიდან თუ ფორუმებში თუ კონფერენციებში მონაწილეობიდან ასე შემდეგ ასე აი რა მოაქვს ეს ამას ქვეყნისთვის ასე ვთქვათ აი რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რომ იყო ჩართულები ანუ აი ეს პირველ რიგში არის იმისთვის რომ ჩვენი ეკოსისტემა უფრო გავაცნოთ ხალხს ანუ ჩვენ გვჭირდება რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტორი იყურებოდეს საქართველოსკენ ამ ტიპის ინვესტორი ეს ტიპის ინვესტორი არის განსხვავებული ინვესტორი არის ძალიან ასე ვთქვათ ჩაკეტილი წრე და შენ ჩაკეტილ წრეში უნდა იყო, შენ საქართველოს უნდა წარმოადგინო, რომ დაინტერესება უზრუნველყო. ჩვენ სადაც ჩავდივართ, ყველგან ჩავყავს ასევე ქართული სტარტაპები, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ მათ მოიზიდონ ეს ფული და ჩვენ GTEx Europe ახსენეთ, სადაც პანელშიც მივიღეთ მთავარ სტეიჯზე მონაწილეობა, სადაც წარმოუადგინეთ საქართველოს ეკოსისტემა, რომ რამდენად მნიშვნელოვან აბიჯებს ვდგამთ ჩვენ იმისთვის, რომ ეკოსისტემა განვითარდეს, ასევე Web Summit-ზე ყოველწლიურად ვართ წარმოადგენელი, ასევე ამერიკაზე ვართ წარმოდგენილი მთელი country პავილიონით ახლა წელს ასევე დუბაიში გვექნება წარმოდგენა ძალიან დიდი რომ ყველას ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის რომ ინვესტორი მოვიყვანოთ ქართულ სტარტაპებში ხო ანუ ქართულ სტარტაპებში ჭირდებათ დაინტერესებთ როდესაც მონაწილეობთ თქვა ამ კუთხით აი ზარდი არის დაინტერესება ქვეყნისადმი იგივე იმ ადამიანებთან ვისაც გიწევთ კომუნიკაცია. კი, ანუ ჩვენ უკვე ყავს საკმაოდ დიდი ჯგუფის ეგრეთ წოდებული საქართველოსი დაინტერესებული ინვესტორები ამ თემაში გულისხმობ, ისე ინოვაციების თემაში გულისხმობ და ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენი ელჩები იმ ქვეყანაში, იმიტომ რომ ისინი როგორც კი დებენ ფულს საქართველოში, ეს არის გადამდები ეფექტი იმ ქვეყნის სხვა ინვესტორებისთვის, რომ აქ მნიშვნელოვანი ბიზნესი შეიძლება განვითარდეს და აქ ინოვაციებში ფულის ჩადება არის კომერციული მათ შორის ამ ქვეყნებისთვის. ინტერესი არის მართლა ძალიან გაზრდილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართულმა სტარტაპებმა უკვე კონკრეტული შედეგები აჩვენეს და თან ამასთან ერთად აი ეს ბოლოს გადასახადო რეჟიმი, ასევე უცხოელი ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის residence permit-ები, ეს ყველაფერი არის ძალიან მაგარი, ასე ვთქვათ, მარკეტინგ კამპანიების დასაწყისი მომავალში იმისთვის რომ საქართველოს კიდევ უფრო ასე ვთქვათ ყველასთვის გასაგები იყოს რომ რამხელა ასე ვთქვათ შრომა არის ქვეყანაში ჩადებული რომ ინოვაციების ეკოსისტემა სწორად განვითარდეს რომ ეს იყოს ადგილი სადაც მიზიდულობა ხდება ტალანტის მიზიდულობა ხდება სამუშაო ძალის და მიზიდულობა ხდება ინვესტიციების შენ ეს ყველაფერი თუ გაქვს უკვე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ადგილი გიკავია მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე მსოფლიო ინოვაციების რუკაზე და ვფიქრობ რომ თბილისს შეუძლია ერთ-ერთი წარმატებული ასე ვთქვათ მასშტაბის ქალაქი იყოს ამ რეგიონში, როგორც არის მაგალითად ევროპისთვის ლონდონი და ბერლინი, ასე შეიძლება თბილისი იყოს სწორედ აი ამ ფართო რეგიონის მნიშვნელოვანი კაპიტალი სონისა და ინოვაციების. კი ბატონო, თბილისზე ვსაუბრობთ აქტიურად, თუმცა თქვენ GTAS საკმაოდ ესეთი ჭიდრო აქტიური კომუნიკაცია გაქვთ რეგიონებთან, მათ შორის ქუთაისთან. ახლა სულ ხანში ალბათ იქნება უკვე მეტი სიახლე ქუთაისთან მიმართებაში. ზოგადად აი რა ხდება რეგიონებში GTAS აქტიურობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ტალანტები ამ სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით არის და რამდენად წვდებით ყველას, მაქსიმალურად ყველას პროდუქტად რო თქო. ხო, ну რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ყველგან იყოთ წარმოდგენილი. ჩვენი გეოგრაფიული დაფარვა საკმაოდ ვრცელი არის. ეხლა უკვე 9 ქალაქში ვართ წარმოდგენილი და როგორც აღნიშნეთ, ქუთაისი გაიხსნება წელს ქუთაისში მასშტაბური ცენტრი ხდება ტექნოლოგიური ცენტრი მოგეხსენებათ საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობაში განთავსდება ძალიან დიდი ტექნოლოგიური ჰაბი რომელიც იქნება წარმოდგენილი როგორც ერთადერთი მთელავიან კავკასიაში სამეცნიერო ინტერაქციული მუზეუმი სამეცნიერო და ინოვაციების მუზეუმი რაც საგანმანათლებლო მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მომავალი თაობა დაინტერესდეს STEM მიმართულებით
ასევე იქნება წარმოდგენილი კრეატიული ინდუსტრიების სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე იქნება აქსელერატორები, ინკუბატორები, ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ლაბორატორიები იქნება ყველაზე ტოპ კლასის მთელ ამიერკავკასიაში, როგორც მაგალითად რობოტექნიკის მიმართულებით, ისევე ვირტუალური რეალობის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მიმართულებით იქნება, ასევე რა თქმა უნდა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაც განთავსდება ყველაზე დიდი მთელ საქართველოში და მაგალითად ერთადერთი 3D პრინტერი, რომელიც მეტალზე შეუძლია მუშაობა, იქ იქნება წარმოდგენილი. ეს არის რა თქმა უნდა ამ ინფრასტრუქტურას მთავრობა აკეთებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ შევიდნენ, იმუშაონ ახალი ინოვაციური დებზე, შექმნან ახალი ინოვაციური პროდუქტები და ეს ყველაფერი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის. ასევე იქ განთავსდება საკპატენტის სატრენინგო ცენტრი, რაც მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომ სწორად ქონდეს დაცული სტარტაპებს და ასე შემდეგ. ასევე იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები. ასევე აწარმოეს საქართველოს Growth Hub იქნება წარმოდგენილი, რომ მათ შორის აი რაც აღნიშნე, რომ ტრადიციული ბიზნესიც ჩავრთოთ ამ ინოვაციურ ფერხულში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერმა ერთმანეთთან ახლოს იმუშაოს და ანუ უზრუნველყოთ იმას, რომ დაინტერესება გავზარდოთ ამ მიმართულებით. რეგიონში ტალანტი არის ძალიან კარგი, ამ ტალანტს ჭირდება განვითარება, რა თქმა უნდა თბილისის მასშტაბი სხვა მასშტაბი არის, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აქ ცხოვრობს, უნივერსიტეტების უდიდესი ნაწილი თბილისშია წარმოდგენილი, თუმცა იგივე მაგალითად ბათუმში რამდენიმე წელია ბათუმის ტექნოლოგიური პარკი ფუნქციონირებს და საკმაოდ წარმატებული შედეგები დაიდო იქ, მათ შორის ინვესტიციების მიმართულებით ბათუმური სტარტაპების მხრიდან. ვფიქრობ ანალოგიური და შეიძლება კიდევ უფრო კარგი შედეგი დადოს ქუთაისის მიმართულება, განსაკუთრებით იქ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი მთელი საქართველოსთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მოგეხსენებათ, რომ უკვე 9 მილიარდი ევროს ინვესტიცია უკვე განხორციელებული ამ უნივერსიტეტში, დაგეგმილია მილიარდი ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელება და აი ეს სწორედ იმ მთავარი ცოდნის გაცემის ასე ვთქვათ ადგილი არის, ახალი ტალანტების შექმნის ადგილი არის და ვფიქრობთ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბთან ასე ვთქვათ კავშირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და კიდევ უფრო საინტერესო შედეგები ექნება. კი ბატონო, ლოგიკურად ისეთ სხვაგვარ ცენტრად ყალიბდება ქუთაისი ამ შემთხვევაში, გამომდინარე უნივერსიტეტის ძალიან ისეთი მასშტაბური და სწორი ამბიციებისგან. აუცილებლად მინდა კითხოთ რომ დასასრულისგან ასე ვთქვათ ჯიტას მიმდინარე გეგმები, მათ შორის აი სექტემბრიდან რას ველოდებით, ასე ვთქვათ, ახალი კონკურსები, რა შესაძლებლობა აქვთ, ვთქვათ, მოქალაქეებს და ზოგადად ასევე მინდა კითხოთ როგორ აკვირდებით აი თქვენი ერთიან საერთაშორისო პარტნიორები სულ უფრო მზარდ ინტერესს იჩენენ, მაგრამ აი თვითონ საქართველოს მოქალაქეების აქტივობა როგორია აი წლიდან წლამდე როგორ იცვლება ეს დინამიკა როგორ გვაქვს მათ შორის აი სკოლის მოსწავლეებთანაც ასევე წვდომა არის ამ კი ბატონო გავაერთიანი ორი დიდი კი ბატონო პირველ ბოლო კითხვიდან დავიწყებ ზოგადად აქტივობებთან მიმართებაში ყოველწლიურად ზრდა გვაქვს და რაც ძალიან სასიხარულოა ეს ზრდა არ მცირდება პირიქით პროცენტულად იზრდება ყოველწლიურად მიუხედავად იმისა რომ უკვე დიდ რაოდენობაზე გავედით ჩვენ გრანტებზე განაცხადები ქონდა და უპრეცედენტოდ ყველაზე დიდი ასე ვთქვათ რაოდენობის განაცხადები წელს მივიღეთ ჩვენ საგრანტო პროგრამაში სექტემბერში გვეყოლება ახალი გამარჯვებული კომპანიები ამ მიმართულებით და ზოგადად კი სექტემბერში ძალიან ბევრი რაღაცა არის დაგეგმილი ერთდროულად თუმცა სანამ ამაზე გადავალთ იგივე სკოლის მოსწავლეებზე გეტყვით რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ყველა სკოლაში შევიდეთ აბსოლუტურად განსაკუთრებით რეგიონებში რეგიონების ტექნოპარკის მენეჯერების მთავარი ასე ვთქვათ მიზანი აქვთ ის რომ ყველა სკოლაში შევიდნენ ყველა სკოლაში შეიტანოს ეს ინოვაციების ცოდნა ინოვაციური ეკოსისტემის ცოდნა რომ ისინი იყვნენ ჩართული ამ ინოვაციების ეკოსისტემაში რაც შეეხება სექტემბერში დაგეგმილ ახალ პროგრამებს მოგეხსენებათ რომ ძალიან ბევრი რაღაცა მოხდება სექტემბერში ახალი საგრანტო გამარჯვებულები გვეყოლება
მიმართულება, ასევე ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პირველი ნაწილის გახსნა მოხდება სწორედ სექტემბერში ამ მიმართულებით. ასევე სექტემბერში უკვე საქართველოში გაჩნდება 4 ახალი, სრულიად ახალი საერთაშორისო აქსელერატორი, რომელიც ადრეული ეტაპის სტარტაპებს დაუჭერს მხარს, მათ შორის იდეის დონის მხარდაჭერს, რომ სწორი მიმართულებით გაიყვანოს და თან ამ აქსელერაციაში დასახული მიზნების მიღწევასთან ერთად საქართველოს მთავრობა გრანტს გასცემს ამ სტარტაპებისთვის და როგორც გითხარით 150,000-დან 200,000 ლარამდე გაიზრდება თითო სტარტაპთან მიმართებაში. და ზოგადად ასევე დაგეგმილი არის წლის ბოლომდე რომ ტუბო სკოლა რომელიც ახსენე ასევე ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ეს გაიხსნება და საგადასახადო რეფორმა რომელიც ეხლა პარლამენტი დაამტკიცეს ივნისის ბოლომდე ეს უკვე კანონი ძალაშევა მიღებიდან 90 დღეში შესაბამისად უკვე სექტემბერში ამოქმედდება თავიდან ბოლომდე სტარტაპებისთვის ახალი სამართლებრივი რეჟიმი და ფიქრობ რომ აი სწორედ ახალი ერის დასაწყისი იქნება ინოვაციური ეკოსისტემისთვის იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერი მექანიზმებით, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე ხელოვნური ინტელექტის უმსხვილესი ცენტრი შეიქმნება. კი NVIDIA-ს უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტის ცენტრი ქართული მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობის არის. აბსოლუტურად მიდის უკვე შესყიდვის პროცედურები NVIDIA-სთან, NVIDIA-ს ფილტრები უკვე გავლილი არის, ფაქტობრივად მორჩენილი არის, რომ ქვეყანა მიიღოს ლიცენზია NVIDIA-ს კარტების გამოყენებით, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა არის ეგრეთ წოდებული შავ სიაში, რომლებსაც არ შეუძლია და აი ეს მიმართულებაც კიდევ უფრო წარმოაჩენს, რომ საქართველო არის ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ხომ? რა თქმა უნდა, მიზიდულობის ცენტრი კიდევ უფრო ინვესტორებისთვის, რომ ეს არის სანდო ქვეყანა, რომ აქ პროცესები სწორად ვითარდება და შესაბამისად აი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ექნება ამ ყველაფერს და ერთობლიობაში ყველაფერი ეს კეთდება საქართველოს მოსახლეობისთვის. მათ უნდა გამოიყენონ ეს ყველა რესურსი და მათ უნდა შექმნან საბოლოოდ ის ინოვაციური ბიზნესები, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად დაუჭერთ მხარს. კი ბატონო, ერთიც მინდა გითხოთ სან-ფრანცისკოს თემაზე ასევე ბუნებრივია მას მერე რაც ეს არ ვიცი მე ვიტყოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი დაანონს და ბუნებრივია არ ცხრება ასე ვთქვათ ინტერესი და კითხვები რომ აი როდის დაიწყეს ფუნქციონირებას და ვის შეეძლება აქ ჩართულობა ან როგორ შეირჩევა აი რა ძირითადი ჩარჩო გვაქვს ამასთან დაკავშირებით შედარებით ბოლო განახლება ასე ვთქვათ ამ კი ბატონო მოგეხსენებათ ესეც სხვათა შორის დაგეგმილია სექტემბრის თვეში დაახლოებით მისი გახსნა ოფიციალური გახსნა აქ მთავარი რაზეც ახლა ჩვენ მუშაობთ არის ის კონკრეტული პროდუქტები და პროექტები, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ სტარტაპებთან მიმართებაში, რამდენიმე ეტაპიანი იქნება, მათ შორის იქნება პროგრამა საქართველოში, რომ ჯერ საქართველოში მოხდეს იმ ქართული სტარტაპების გადარჩევა, რომლებიც უკვე მზად არიან, რომ გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე და შემდეგ იქ კონკრეტული სერვისები მივაწოდოთ ქართულ სტარტაპებს, რომ სწრაფად დაიმკვიდრონ, ასე ვთქვათ, თავისი ადგილი ამერიკის ბაზარზე, მათ შორის დავეხმაროთ ინვესტორების მოძიებაში, დავეხმაროთ კლიენტების მოძიებაში, დავეხმაროთ პარტნიორების მოძიებაში, ეს ყველაფერი ძალიან რთულია. ესე ჩადი ამერიკაში და ინვესტორები დაგეხვევიან ფურჩაგიდები არ არის. ეს არის ცალკე სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ ჩვენ აი ეს დიდი ჯგუფი ყავდეს ჩვენს სან-ფრანცისკოს ტექნოლოგიურ ჰაბში, რომ უზრუნველყოთ ყველა საინტერესო სტარტაპის, ქართული სტარტაპის გამოჩენაზე, რომ პირდაპირ ხაზი ქონდეს, რომ მათ შორის დამატებითი საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდოს და განვითარდეს, რაც ყველაზე მთავარია და გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე. კი ბატონო, მოკლედ ესე იგი როგორც უყურებ სექტემბერი არის განსაკუთრებით საინტერესო და დატვირთული. რაც ნიშნავს, რომ სექტემბერი კი ესე გამოჩნდება, მაგრამ რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ინოვაციების ტექნოლოგიების აგენტოს ყველა თანამშრომლებს ძალიან ცხელი ზაფხული გვაქვს, რომ სექტემბერში ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობა შეუძლებას და ვინ გეგმავს სექტემბრისთვის მზადებას. სხვაგვარ მზადებას. ბატონო, თუ ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის შესანიშნავი საუბრისთვის, ძალიან ბევრი ინფორმაციის
მოწოდებისთვის. მე ვფიქრობ ყველაზე ერთად საკითხი ჩვენ დავფარეთ დღეს. წარმატებას გისურვებთ, წარმატებული სექტემბერი. ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ამ ფორმატშიც, იმედის ფორმატშიც. მოკლედ წარმატებები კიდევ ერთხელ. დღეს რადიო სივრცის ეთერში ბიზნეს ინსაიდერი დასრულებულია. ჩვენ შევხვდებით ტრადიციულად შემდგომ 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. მადლობთ რომ გვიყურებდით და გვისმენთ.